კამპანიის ეშენგეხება ორგანიზატორებმა დღეს ახალი საკანონმდებლო წინადადებები ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ წინადადებაზე ისაუბრეს. წინადადებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები კანონმდებლებთან უახლოეს მომავალში დაიწყება. მმართველი გუნდის წევრები წინადადებების განხილვის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა ამბობენ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება წინა საარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიებისთვის მედია თანაბრობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური რეკლამის, მედია მონიტორინგის, დებატების და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის დარეგულირება. ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებას არასამთავრობოების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადებები ითვალისწინებს. კამპანია ეშენგეხებას წევრებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს გააცნეს. ეხება არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურას, რაც არ მოხდეს გაყალბება. ყოველ შემთხვევაში შევამციროთ ამისი ალბათობა, რომ კანონში შემოგვაქვს პუნქტი, რომლის მიხედვით საკაბელო ტელევიზიები რეგიონებში ვალდებული იქნებიან საერთო მაუწყებლობის ანუ ცენტრალური არხების სიგნალი გაავრცელონ და მაყურებელს მისცეს საშუალება ნახონ ეს არხები კამპანიებს ეკრძალებათ თავიანთი არხების პაკეტებიდან ამოღება ერთპიროვნულად. მხოლოდ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თავისუფალი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ეს ცვლილებები ერთი მხრივ ეხება უშუალოდ საარჩევნო კანონმდებლობას, რათა მოხდეს საარჩევნო პროცედურების დახვეწა არჩევნების დღეს, რათა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა და ბევრი სხვა პირობის უზრუნველყოფა იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ეს აკრძალვები უკვე მოქმედებას ჩვენი კანონპროექტის თანახმად დაიწყებს არჩევნებამდე 5 თვით ადრე და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პარტიებისთვის უკვე მოქმედებს აკრძალვა და ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც ამავდროულად, რომელიც როგორც წესი სახელმწიფო პარტიის ხელში აკრძალული უნდა იყოს, ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს უფრო კონკრეტული და უფრო მკაფიო და მკაცრი რეგულაციები ამ მიმართულებით. მეორე უკანასკნელი ცვლილებებით საარჩევნო კოდექსში ამოღებული იქნა ცალკეული საკითხები, რაც უნდა ასახულიყო შემაჯამებელ ოქმში, მაგალითად გაფუჭებული ბიულეტენები, ანუ ბალანსის დადგენა ამ შემთხვევაში უკვე აღარ ხდება დღევანდელი კანონმდებლობით. ვფიქრობთ, რომ ესეთი საკითხების ამოღება საარჩევნო კანონმდებლობაში ხელს უწყობს არჩევნების შედეგებით манипулირებას. რგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე კამპანიაში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის წინა საარჩევნო პერიოდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კანონით მედია თანაბრობის უზრუნველყოფა მოხდეს, როგორც ლაშა ტუღუში აცხადებს, კანონმდებლობაში ჩაიწერება ფარული რეკლამის განმარტებაც, დადგინდება სოციალური ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების, წინა საარჩევნო დებატების გამართვისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესები. საკითხი ეხება ფასიან-უფასო რეკლამას, ეხება სოციალურ რეკლამას, ეხება გამჭვირვალეობას ფინანსების საარჩევნო პერიოდში, ეხება მონიტორინგს, ეხება სავალდებულო ტრანზიტს საერთო მაუწყებლებისა საკაბელო მაუწყებლების მეშვეობით. ეს ითვალისწინებს წინა საარჩევნო პერიოდში ფარული საარჩევნო რეკლამის ცნების შემოღება, სოციალური რეკლამის ცნების უკეთესად ჩამოყალიბებას, რომ ვთქვათ, სოციალური რეკლამის ქვეშ არ მოხდეს ფარული პოლიტიკური რეკლამის გაშვება. წინა საარჩევნო დებატების საკითხებს ითვალისწინებს, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს. ყველა ეს საკითხი კომპლექსში ერთობლივად უზრუნველყოფს ჩვენი აზრით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანია თვითონ საკითხთან დაკავშირების მოხდეს პრინციპული შეთანხმება. კამპანიის ეშენგეხება მონაწილეებმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი 7 მაისს შეიტანეს. ინიციატივების საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარემ წინადადებების განხილვა იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტებს დაავალა. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ისინი დეტალურად გაეცნობიან წინადადებებს, თუმცა წინასწარ აცხადებენ, რომ იქნება საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც
შეთანხმებას ვერ შეძლებენ. ვცნობით აუცილებლად და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ამ დიალოგის ჩარჩოში ყველა ის წინადადება რომელიც იქნება არასამთავრობო სექტორიდან თქვა სიტყვაზე წამოსული აუცილებლად განვიხილოთ სიულსეულად და მაქსიმალურად რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ თუმცა რა თქმა უნდა იქნება საკითხები რომელ საკითხებთან დაკავშირებით იქნება თქვა მაგალითად ჩვენი განსხვავებული პოზიცია და ამასაც აუცილებლად საჯაროდ საზოგადოებას გავაცნოთ და ვფიქრობ რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც საზოგადოებას აწუხებს და რაწუხილებით არსებობს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. არასამთავრობოების ინიციატივას იწონებს, თუმცა წინადადებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ექსპერტ გია ნოდიას. შენიშვნები მაქვს გარკვეული, თქვათ, რაღაც სატელევიზიო დებატების ზედმეტი რეგულირების თვალსაზრისით, აგრეთვე რაღაც სოციოლოგიური კვლევების რაღაც მიუკერძოებლობის საკანონმდებლო რეგულირების თუ ხსენების თვალსაზრისით არა ყველაფერს არ ვიზიარებ. არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებებს დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გააძნեն, როგორც NDI-ის ხელმძღვანელი აცხადებს, მათი დანიშნულება არა წინადადებების შეფასება, არამედ პროცესებზე დაკვირვებაა. ჩვენი დანიშნულება არ არის კონკრეტული შემოთავაზებების შეფასება. ჩვენი მიზანია დაკვირვება პროცესებზე და იმის გაგება, რამდენად აისახება ინიციატივები კანონში. ჩვენი ორგანიზაცია ინტერესდება დეტალურად გაიგოს, რა საფრთხეები არსებობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. მიღებულ ინფორმაციას კი იმ დელეგაციას მივაწვდით, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის სახელით არჩევნებს დააკვირდება. კამპანია შენგეხება არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა თებერვალში წამოიწყეს საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა კანონმდებლებთან უახლოეს დღეებში გაიმართება. დღევანდელი შეხვედრის ბოლოს კი მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მათი ინიციატივის დროულად განხილვის მოთხოვნით ხელმოწერებით შეაგროვეს.